გამარჯობათ, მე ვარ გიორგი წულაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, თქვენი ლექტორი, რომელიც წაგიკითხავთ საგანს მსოფლიოს დემოგრაფიული განვითარება, ჩემთან დაკავშირება შეგიძლიათ. მობილური 599 98 04 ბინა 2 23 31 70 იმეილი polio@nlg.net მოკლედ მოცემული საგნის შესახებ და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან. 50 წელი დასჭირდა კაცობრიობას, რომ 1950-დან 2000 წლებში მისი რიცხოვნობა 2,5 მილიარდიდან 6 მილიარდამდე, ანუ 3,5 მილიარდით გაზრდილიყო. მომდევნო 3,5 მილიარდის მატებას კიდევ 50 წელი დასჭირდება და 2050 წლისათვის დედამიწის მოსახლეობა 9,5 მილიარდს მიაღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ 6 მილიარდამდე მისვლა ასე იგი 140%-იანი ზრდა, სხვანაირად რო ვთქვათ, გულისხმობს და ხოლო 6-დან 9,5 მილიარდამდე 60%-იან მატებას ექნება ადგილი. კაცობრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემას დემოგრაფიული დაბერება წარმოადგენს. უფროსი ასაკის მოსახლეობის მატებას მოჰყვება როგორც სოციალურ დაცვასთან, ისე ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები. სიცოცხლის ხანგრძლივობის დასს მოჰყვება უფროსი ასაკის მოსახლეობის წილის მატებაც. მომავალში სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით რამდენადმე მოსაზრება არსებობს. ერთის მიხედვით 85 წელი ეს ის მაქსიმუმია, რომელსაც მივახცევთ. სხვა თეორიით უკანასკნელ რამდენიმე ათწლეულში შეიმჩნევა დღეგრძელობის ზრდა მრავალ განვითარებულ ქვეყანაში. ზოგიერთის აზრით, სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 წლამდე შეიძლება იქნეს მიღწეული. 21 საუკუნეშიც კი ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მისი ეფექტი მოსახლეობაზე. უდავოა, რომ დემოგრაფიულ დაბერებას მომავალშიც ექნება ადგილი. არც თუ ისო შორეულ მომავალში, მაგალითად 2050 წლისათვის მოსალოდნელია 60 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა 30%-ს მაინც მიაღწიოს და შეიძლება 40%-მდეც ავიდეს. უფრო ადვილია დემოგრაფიული პერსპექტივების გაანგარიშება და გაცილებით რთულია იმ საზოგადოებისა და ურთიერთობების წარმოდგენა, რომელიც ასეთი დაბერების პირობებში იქნება მიღწეული. მოცემული, რაც მე მოგიყვანეთ, არის აღებული ძალიან ცნობილი ნაშრომიდან, რომელიც 2006 წელს გამოვიდა, ესე ქვია დემოგრაფია, ანალიზი და სინთეზი და ეკუთვნის ჟაკ ვალენს, ცნობილ დემოგრაფს, ფრანგ დემოგრაფს. ხოლო ჩრობადობის მნიშვნელოვან და არსებით ზრდას შეუძლია შეაჩეროს პერსპექტივაში დემოგრაფიული დაბერების პროცესი. ასეთი ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია და თავის მხრივ დამოკიდებულია სხვა პრობლემასთან, კერძოდ საზოგადოებაში ქალის მდგომარეობასთან და მის ფასეულობით სისტემაში ბავშვების ადგილზე. ნათელია, რომ თუ ქალის დასაქმება სამუშაოს თვალსაზრისით და შრობადობა სრულად არ იქნებიან ერთმანეთთან შესაბამისობაში, ქალები უპირატესობას მიენიჭებენ სამუშაოს. ცხადია, რომ აღნიშნულ მოვლენას განაპირობებდა საოჯახო ნიმუშების ცვლილება დემოგრაფიული გადასვლის პირობებში, როდესაც პატრიარქალური ოჯახი შეიცვალა ნუკლეარულად. განქორწინებათა ზრდასა და განცალკევებით ცხოვრებას პრაქტიკულად ყოველთვის მოჰყვება მარტოხელების ზრდა. ეს ყველაფერი ასევე ამცირებს შრობადობას და განვითარებული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. განვითარებად
ქვეყნებს სადღეისოდ სხვა სახის პრობლემები აწუხებს, კერძოდ მოსახლეობის სწრაფი ზრდის პრობლემა, დემოგრაფიული პროცესების, გლობალიზაციის პირობებში მომავალში დაბალი შობადობის პრობლემა შეიძლება მთელი კაცობრიობისათვის გახდეს აქტუალური. თუმცა მოსახლეობის სწრაფი ზრდის საკითხი არ დაკარგავს თავის მნიშვნელობას უახლესი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. მოცემულიც ისევ ჟაკვალინის ცნობილი ფრანგი დემოგრაფის ნაშრომიდან არის აღებული. მოცემული წიგნით გვინდა მკითხველს ვაჩვენოთ, თუ როგორი ცვლილებები განიცადა მოსახლეობის რაოდენობამ, მოსახლეობის შემადგენლობამ და დემოგრაფიულმა პროცესებმა 1950 წლიდან დღემდე და რა ცვლილებები იქნება ამ მხრივ მოსალოდნელი 2050 წლამდე. ამდენად მსოფლიოს დემოგრაფიული განვითარება წარმოდგენილი იქნება 100 წლის მანძილზე, რაც ჩვენი საქმის ერთ-ერთ ცენტრალურ ღერძს წარმოადგენს. მკითხველი ასევე შეძლებდა მსმენელი ასევე შეძლებს თქვენი სახით გაეცნოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აღნიშნული პერიოდისათვის, ანუ 1950-50 წლისათვის. მოკლედ, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით ბუნებრივია მეტად საქართველოს დაეთმობა ყურადღება. საქართველოსათვის მოტანილი იქნება როგორც გაევროს 2008 წლის გადასინჯვის მონაცემები, ისე ჩვენს მიერ 2010 წელს შესრულებული პერსპექტიული გაანგარიშებები და საქსტატის მონაცემების საფუძველზე 2003 წელს გაკეთებული პროგნოზი, შემდგომში სიმარტივისათვის საქსტატის პროგნოზი, ასე უწოდებთ მას. ამასთან საქართველოს შემთხვევაში პროგნოზი ძირითადად 4 ვარიანტით იქნება წარმოდგენილი. ეს ვარიანტებია, როგორც მიღებულია დაბალი, საშუალო, მაღალი და მუდმივი შობადობის პროგნოზის ვარიანტები. სხვა ქვეყნების შემთხვევაში პროგნოზი 2010 წლის შემდეგ 2050-მდე წლებისათვის ერთ ვარიანტად საშუალო ვარიანტით იქნება წარმოდგენილი. საშუალო იმიტომ არის აღებული, რომ პროგნოზირების დიდმა პრაქტიკამ გაერო პრაქტიკულად 1950 წლიდან ასრულებს მსგავს პროგნოზებს და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ახალ გადაშინჯვას აქვს ხოლმე ადგილი. აჩვენა, რომ უფრო სავარაუდოა საშუალო ვარიანტით სარგებლობა, რომელიც მომავალში უფრო რეალური ხდება ხოლმე და უფრო ახლოს არის მოსალოდნელ ცვლილებებთან. სადღეისოდაც კი ცალკეული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამოცანა კიდევ უფრო რთულდება, როდესაც საქმე ეხება მთელი მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობას. აქედან გამომდინარე იბადება კითხვა, რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს მოსახლეობის რაოდენობა, როდესაც საუბარია პერსპექტიულ გაანგარიშებებზე. გაეროს ექსპერტები და სხვა მეცნიერებით მოსახლეობის პროგნოზებს ადრეც აკეთებდნენ. ამ თვალსაზრისით დაგროვილია, როგორც ითქვა, გარკვეული და საკმაოდ მე ვიტყოდი დიდი გამოცდილება და ჩვენ შეგვიძლია ადრე გაკეთებული პროგნოზების რეალურ ვითარებასთან შედარება. მაგალითისთვის მოვიყვანთ შემდეგს. 1958 წელს გაეროს პროგნოზის საშუალო ვარიანტით მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 2000 წლისათვის უნდა ყოფილიყო 6,57 მილიონი. არსებული სხვადასხვა მონაცემებით მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 2000 წელს შეადგენდა 6,63 მილიონსა და 6,71 მილიონს შორის. როგორც ხედავთ, პროგნოზი საკმაოდ გამართლდა და ახლოს აღმოჩნდა რეალობასთან. მოცემულ წიგნს საფუძვლად დაედო გაეროს ცნობილი პუბლიკაციები, ბოდიში ისევ სულ წიგნს ვასწავლებ, მოცემულ ლექციებს საფუძვლად დაედო გაეროს ცნობილი პუბლიკაციები World Population Prospects, რომლებსაც ძირითადად დავეყრდნობით
2010-50-იანი წლების პროგნოზი მოცემულია 2008 წლის გადასინჯვის მიხედვით. რიგ შემთხვევაში ევროპის ქვეყნებისათვის გამოყენებული იქნა აგრეთვე სხვა პუბლიკაციები. აღსანიშნავია, რომ გაეროს მონაცემების გამოყენებისას წავაწყდით რიგ სირთულეებს. ლექციებში მოტანილი მაჩვენებლების ნაწილი გაეროს არ ჰქონდა წარმოდგენილი და ამდენად ჩვენ მოგვიწია მათი გაანგარიშება. ასეთ კერძოდ მიეკუთვნება მოსახლეობის ბუნებრივი მატება, შობადობის სპეციალური კოეფიციენტი, მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო კოეფიციენტი, მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა, სხვაობა ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის, მოსახლეობის ასაკობრივ სქესობრივი შემადგენლობის პროცენტული განაწილება. ქვეყნების რუკების ფართობებისა და დედაქალაქების ამსახველი მასალა მოპოვებული იქნა ჩვენს მიერ. ქვეყნების დემოგრაფიული ანალიზი ასევე ბუნებრივია ჩვენს მიერ იქნა შესრულებული. გაეროს გაანგარიშებების თავისებურებებიდან გამომდინარე მოგვიწია მთელი რიგი ხელახალი გადაანგარიშები, მაგალითად მოსახლეობის რაოდენობა სულ, მოსახლეობის ცვლილება წელიწადში და სხვა. გაეროს მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებით პრაქტიკულად ჩვენ მოგვიწია მონაცემთა ახალი ბაზის შექმნა. მოცემულ ნაწილში ქვეყნების პროფილს, რომელიც შეეხება მოტანილი იქნებოდა ქვეყნები, რომლებიც აღემატება 2009 წლისათვის 100,000. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს მასალა ჩვენ გაგვაჩნია, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ, მაგრამ ლექციების თვალსაზრისით ჩვენ მათ მაინც შევეცდებით, რომ რაღაცა სპეციალური ყურადღება არ გავამახვილოთ მათზე, რადგან მოცემული სამუშაო და მოცემული ლექციები მაშინ გაცდებოდა აშკარად იმ ლიმიტს, რომელიც ჩვენ გვაქვს ლექციებისთვის მოცემული და დათმობილი.